საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი მანანა კობახიძე საჩხერეში რაჭის ქუჩისა და ეგრეთ წოდებული ბამბეულის მოსახლეობას შეხვდა. პარლამენტარმა ამორჩეველს ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო პროგრამა გააცნო. აქვე მაჟორიტარმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა. მიწისძვრისთან დაზიანებული სახლებრობა 2008 წელს რომ მოხდა. ამაზე თუ რამე დახმარება იქნება? დაევალა გამგეობას რომ შექმნან კომისია და შექმნეს ეს კომისია. ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ერთი ადამიანი გამოიყო და მე ახლა აი ზუსტად მაგიტო ჩამოვედი 2 კვირა აქ უნდა ვიყო რომ ესენიც გავაკონტროლო. რომ დაათვლილი იქნას ზუსტი რაოდენობა, ზუსტი ასე ვთქვათ აღრიცხვა მოხდეს, ზოგმა მიიღო რაღაც კომპენსაცია, ზოგისთვის არ მიუწიათ არაფერი, ზოგმა შეიძლება რაღაცა დაზუსტება უნდა. ანუ ამ ყველაფერს ეს მონაცემები სწორად გამიგე წლების განმავლობაში გროვდებოდა, მაგრამ დღეს რეალურად რა სიტუაცია და უფრო სახრი. ვიცი, ზოგმა თვითონ შეაკეთა. მიწისძვრით დაზარალებულთა პრობლემა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც საჩხერის მოსახლეობას აწუხებს, განაცხადა მანანა კობახიძემ. დეპუტატმა ყურადღება იმ სპეციალურ კომისიაზე გაამახვილა, რომელიც საჩხერეში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის აღწერას ახორციელებს. მისი განცხადებით, როცა კომისია აღწერას დაასრულებს, დაზარალებულები სახელმწიფოსგან კომპენსაციებს მიიღებენ. ძირითადი პრობლემა მაინც საჩხერისთვის არის მიწისძვრით დაზარალებული სახლების შეკეთება და რეაბილიტაცია და ხალხის კომპენსაციები. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელსაც ყოველთვის ადამიანები აყენებენ და ამ მიმართულებით მუშაობთ. გამგეობაში კომისია შექმნილია სპეციალური, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გვეგმავთ, რომ ეტაპობრივად მოხდეს აი ამ ასე ვთქვათ დაზიანებული სახლების ცხადია საუბარია მომავალ წელზე, თუმცა რა თქმა უნდა შეიძლება ერთდროულად ყველაფერი ვერც გაკეთდეს და საჭირო იყოს შემდეგ უკვე ერთი წლის შემდეგაც ამ ყველაფერზე საუბარი. შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. მათ შორის ერთ-ერთი საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული საკითხი იყო. მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ მალე საჩხერეში 6 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. რაიონის დეპუტატია და ხალხს აინტერესებს მისი აზრები დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით, არჩევნებთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში საჩხერლებს და ამ უბანს სადაც ახლა იმყოფებით, ამ ხელისუფლების საპრეტენზიო არაფერი არ აქვს. აი ხედავთ როგორი კეთილმოწყობილია ქუჩები, წყალი, გაზი, გათბობა ყველაფერია და საჩხერის მაჟორიტარმა შეხვედრაზე ხელისუფლების მიღწევებზეც ისაუბრა. მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში 17 უფასო ფაკულტეტი გაიხსნა. მისი ინფორმაციით ამ ფაკულტეტებზე წელს 19,000 სტუდენტი ჩაირიცხა. მე როგორც საჩხერელმა პედაგოგმა, რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა მინდა ჯერ უთხრა ბატონ ბიძინას. ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩვენზე პედაგოგებზე და საერთოდ საჩხერეზე და რა ვიცი, მინდა რომ საღმა აზმა გაიმარჯვოს, ხო? და უსურვებ ბატონ გიორგის წარმატებას. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი შეხვედრები, რომ იყოს ხალხში. მე იმისთვის მოვედი, რომ ხარი დაუჭირო მანანა კობახიძეს, კერძოდ გიორგი მარგველაშვილს. მოხარული ვარ, რომ მანანა კობახიძე მართავს ესეთ შეხვედრებს და რა ვიცი, ძალიან კარგი. მოსახლეობაში არის ძალიან კარგი განწყობა, მათ უბრალოდ მართლაც ბოლოდინი აქვთ, რომ 27-ში დავასრულებთ ამ კოჰაბიტაციას, მათი ძირითადი ასე ვთქვათ მოთხოვნა მაინც ის არის, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაცია, რომელიც იყო თავსმოხვეული, დასრულდეს და რეალურად ქართულმა ოცნებამ დაიწყოს იმ პროექტების განხორციელება, რაც არის ჩვენი მთავარი საარჩევნო დანაპირები ჯერ კიდევ შარშან 1 ოქტომბერს და დარწმუნებული არიან, რომ სწორედ გიორგი მარგველაშვილი არის ის კანდიდატი, რომელსაც შესწევს ძალა, რომ გაიმარჯვოს და განახორციელოს აი ის ასე ვთქვათ ძალიან გრანდიოზული მართლაც პროექტები და ის ჩანაფიქრი, რაც ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის დანაპირებია ჩვენი ქართული ოცნების და ეხა უკვე იქცა საპრეზიდენტო პროგრამად და ამიტომ მათ დიდი იმედი აქვთ, ესენი ყველანი მხარს უჭერენ ბატონ გიორგის და აქტიურობის იმედი გვაქვს, რომ საჩხერეში ნამდვილად ყველაზე მაღალი იქნება პროცენტი, მე დარწმუნებული. შეხვედრას გიორგი მარგველაშვილის საჩხერის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კობა თურმანიძეც ესწრებოდა.
საკითხები რა თქმა უნდა უამრავია, მოგეხსენებათ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემაა, გნებავთ დაკავშირებული ეკონომიკურ სფეროსთან, გნებავთ დაკავშირებული იგივე დასაქმებასთან, მაგრამ ჩვენი ხალხი ისევ და ისევ არის ძალიან მძენი, მათ კარგად ესმით, რომ ის რაც ერთი წლის მანძილზე გაკეთდა ამ ხელისუფლების მიერ, ეს არის ამ სიტუაციაში მაქსიმუმი და ხალხი ამას გაგებით ეკიდება და ისევ მათი განწყობიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ ისინი ხას უჭერენ ბიზნეს ივანიშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მანანა კობახიძე საჩხერეში მოსახლეობასთან შეხვედრებს გააგრძელებს.